ვინ იქნება შემდეგ? ვინ იქნება და დავითიანების ოჯახი? მამაშვილი გია და ნინუცა დავითიანები. ხოთ. მოგესალმებით, ჩემი შვილი ნინო დავითიანი, რომელიც არის შეყვარებული ქართულ სიმღერაზე და განსაკუთრებით ამ ბოლო დროს გადაწყვიტა, რომ სერიოზულად მოკიდოს ქართულ სიმღერას ხელი და შვილი ყავს ჩვენი თათა, საყვარლესი ულამაზესი, რომელიც სტუდენტია უკვე. ნინოს აქვს რაღაც განსხვავებული ტემბრი ხმაში და ეს ძალიან მომწონს. დავიწყე სიმღერა რამოდენიმე წელია და ძალიან მიყვარს აი ამ გარემოში ყოველდღიურად მუსიკასთან შეხება. ბავშვობა მახსოვს ძალიან კარგად, იმიტომ რომ დედაც იყო მომღერალი, იყო კონცერტმეისტერი და მოსწავლეები მოდიოდნენ ხოლმე ჩვენთან სახლში და ყოველ დილას ეს ჩამესმოდა ხოლმე გამღერებები. იყო ძალიან დიდი სტუმრიანობა ჩვენთან, დაბადების დღეები თავისთავად იმართებოდა ხოლმე ძალიან ფაქტურად კონცერტებით და მთელი უბანი ხარობდა ხოლმე, რომ ჩვენთან იყო რაღაცა ესეთი შეკრება. ძირითადად სიმღერაში და კეიპში გაზრდილი შვილი ვარ. უყვარს მეგობრები, უყვარს ახლობლები, უყვარს ხალხმრავლობა, სიმღერა, ცეკვა, თამაში და ესე იცნობს ყველა ნინუცას ესეთი მხიარული შვილი მყავს. ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა, ეს პროექტი ჩემთვის და ხალხმა უნდა შეაფასოს, რამდენად გამომივა. მე ვეცდები ყოველ შემთხვევაში, რომ გამომივიდეს და მამას მოეწონოს პირველ რიგში. იმიტომ რომ მამის აზრი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. გიმღერებ და ჩუმად გეტყვი როგორ მიყვარ შენი სუნთქვა არა მქვეყნად ერთადერთი ღმერთს მადლობა მინდა უთხრა გიყურებ და შენით ვთვები გულში ჩუმად ვამბობ ამას ბავშვად დოვებ არ ვიზდები Srema fikri da minama Esi siqvarulia რომ არ აქვს საზღვრები გვარი შუქს და განთიად შენთან ერთად გავყვები მინდა ყველა მიცოდეს ამ სიმღერის ანაგები ამ სიმღერის ანაგები ახლა უკვე დიდი ხარა მაინც მინდა სულ გეფერო გაზაფხული შენით დადგაზა თარცხთავარ დამაბერო სიცოცხლე და გათენება მიხარია მხოლოდ შენთვის გული ფეთქავს არ ჩერდება იშუჩულებს რაც მე ვერ თქვი ეს სიყვარულია რომ არ აქვს საზღვრები თვარის შუქს და განთიად შენთან ერთად გავყვები მინდა ყველგან ისმოდეს ამ სიმღერის ანგები ამ სიმღერის ანგები ისმოდეს ამ სიმღერის ანაგები ამ სიმღერის ანგები ამ სიმღერის ანგები ამ სიმღერის ანგები
მამაშვილობა. ნინუცა და გია დავითიანები. ძალიან დიდი ბრავო, მადლობა. ბრავო, ბრავო. ნანა მართლა? მესხიარის კომპოზიტორი ამ არაჩვეულებრივი სიმღერის და მე მგონი ეს ის სიყვარულია, რომელიც დარწმუნებული ვარ დღეს მივიდა ჩვენ მაყურებლამდე რა ეკრანებზე. თქმა უნდა. ბრავო, დიდი ნინუცა. მადლობა. ჩემო გია მართლაც ღმერთს მადლობა უნდა უთხრა რომ ესეთი შვილი გყავს საოცარი სანახავი ხართ ძალიან უხდებით ერთმანეთს მშვენიერება მამა-შვილის დუეტი და ღმერთმა მთელი ცხოვრება ესე გამღეროთ უღრმესი მადლობა ну გიაზე არაფერს არ ვიტყვი ხო გია გასაგები არის მაგრამ ნინუცა შენ გენაცვალე საოცარი გოგო ხარ ეს საოცარი ისე მომეწონა ეხლა მამაშვილობა გასაგებია ეს ყველაფერი მაგრამ შენ ხარ ფანტასტიკური აი აბსოლუტურად ჩამოყალიბებული მომღერალი პროფესიონალი რომელმაც ესე უნდა გააგრძელო შენ ცხოვრება ძალიან დიდი მადლობა. ეს ის სიყვარულია რომ არა აქვს საზღვრები ეს ის მამაშვილობა არის ეს ის დიდი სიყვარულია ნუ დღეს რაღაც საოცარ განწყობა ყველა დამეთანხმება ალბათ ესე შეთანხმებით მამაშვილობა ერთია მაგრამ ბატონ გიასთან ერთად იმღერო ეს არ არის ადვილი თუნდაც შვილი მაგრამ როგორ გრძნობს მამამის და როგორი დუეტი არის გაიხარეთ ნამდვილად უსაზღრო სიყვარულია გაიხარეთ გიაზე რა თქმა უნდა არაფერს ვიტყვი ჩვენ დიდი ხნის მეგობრები ვართ და მიხარია რომ გაგიცანი შენ მე ძალიან იმიტომ მიხარია რომ ისეთი პოზიტივი მოდის შენგან ისეთი რა ხო ძალიან კაი გოგო ხარ ძალიან და წარმატება მინდა რომ გისურვო სამ წუთში მოყევით ძალიან დიდი და ლამაზი ისტორია და გვამოგზაურეთ ამ ისტორიაში ძალიან დიდი მადლობა ნინუცა შენ ხარ არ ვიცი ძალიან მაგარი გოგო ხარ მართლა პროფესიონალი მომღერალი ხარ ნამდვილად ერთი რაღაც მინდა გითხრათ უბრალოდ ვთქვა მე მყავს 3 წლის შვილი გოგო და წარმომიდგენია რამოდენიმე წლის შემდეგ როგორ ახდება ჩემი ოცნება და თქვენსავით ბედნიერად ასე სცენაზე გამოვალთ მე და ჩემი შვილი გოგონა და ვიმღერებთ ასე ლამაზად როგორც თქვენ იმღერეთ აპლოდისმენტებით გავაცილოთ დავითიანების ოჯახი. ბრავო, გია ნინუცა, მადლობა დიდი.